დამუშავებული კვირის მერე გადავწყვიტე მიმართო განტვირთვისთვის იოგას. ეს ხუმრობა არ გეგონოთ. დაძაბულობისა და სტრესის მოსახსნელად იოგა საუკეთესო საშუალებაა. იოგა გონებას, სხეულსა და სულს შორის კავშირს ნიშნავს. იოგას ფილოსოფია რამდენიმე 1000 წლის წინ ინდოეთში წარმოიშვა. იოგას მიზანია გააჯანსაღოს და სასიამოვნოდ განტვირთოს ჩვენი სხეული, გახადოს უფრო მოქნილი და პლასტიური. მოახდინოს კუნთების სტიმულირება და გამოაღვიძოს ჩვენში დაფარული პოტენციური ენერგია. მაშასე გავიგოთ როგორ ვივარჯიშოთ სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ. პირველი აუცილებელია ვიცოდეთ სწორი სუნთქვა. როდესაც რაღაც გული აჩქარებულია, შესაბამისად უნდა ესწროთ 1 წუთი მაინც ძალიან ცოტა მშვიდად გადაიყვანოთ სუნთქვა, 1 წუთის მერე ჩასუნთქვა, 1 წამი შეკავება, მერე ისევ ამოსუნთქვა თანაბრად და ისევ 1 წამი ამოსუნთქვა, მაგრამ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა იყოს დაახლოებით 5 დათვლაზე, ან 7 დათვლაზე, ან 8 დათვლაზე. შეკავება 1-2 წამი. ამ შემთხვევაში შეკავება გონებასაც დაამშვიდებს და დაამშვიდებს ნერვულ სისტემასაც. თუ სწორად სუნთქვას მიეჩვევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ფიზიოლოგიური პრობლემა მოგვარებულია. ხერხემლის ტკივილი საქმიანი მამაკაცების უმრავლესობისათვის სერიოზული პრობლემაა. კარგად დააკვირდით ამ რამდენიმე ვარჯიშს. ფეხი მოიტანე ამ მდგომარეობაში, შევასრულოთ მარტრის სამკუთხედი, მე დაგეხმარებ, როგორც ფეხები იყოს ერთ ხაზზე, ქუსლები ერთ ხაზზე, ცოტა ფეხები დააშორეთ მას კახა, ხელები განზე გაშალე. კი, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ხელი ჩაუშვი და ვლაიატაგისკენ აი ესე. და ხელის გულს გახედე მაგ. რას აკეთებს ეს ვარჯიში? ჭიმავს ბაჯაღის უკანა მდებარე კუნთებს, კანჯის უკანა მდებარე კუნთებს, ქუსლის კუნთებს და ხერხემლის ტრიალით ხერხემალი ლაგდება. ჩავისუნთქავთ და ტანი უნდა ავწიოთ, კახა მაღლა ისე რომ ხელები დახმარებით იდაყი უნდა გაიშალოს სახსარში მთლიანად. ჩასუნთქვის მერე ამ ვარჯიშის შესრულების შემდეგ უბრალოდ ხერხემალი ისვენებს. ხელები ავწიოთ თავს ზემოთ, ძალიან კარგი. მიდი აბა. აი ხელებს გახედე ზემოთ და ტანი თითქოს უკან გადახრათ. აი ამ შემთხვევაში რა ხდება ახლა? ხერხემალი იყო მთელი დღის განმავლობაში წინ გადახრილი და ამ ვარჯიშის მერე ხერხემალი დაიწყებს უკან გადმოხრას და ხერხემალი დაუბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას. კესრის ვარჯიშისთვის გასათვალისწინებელია ერთი რამ. როდესაც არის ოსტეოქონდროზის პრობლემა, მაგ შემთხვევაში აი თავის ასეთი ტრიალი კახა არ შეიძლება, იმიტომ რომ ოსტეოქონდროზის დროს ამ პრობლემას უბრალოდ გავამწვავთ. ოსტეოქონდროზი თუ კი არის, მოძრაობა რეკომენდირებულია ზემოთ და ქვემოთ. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი, რომელიც არამხოლოდ ქართველ მამაკაცებს აწუხებთ, არის მუცელი. მასთან საბრძოლველად კი ეს ძალიან მარტივი ვარჯიში დაგეხმარებათ. არც ისე რთული შესრულებელი, ხერხემალი არის გასწორებული. ხელები გადავიჯინებული დავიდოთ კისერზე, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და ტანის უკან გადახრით. ფეხებს ავწევთ ზემოთ ისე რომ ფეხის თითები და შუბლი იყოს ერთ ხაზზე. თუ თქვენ ამ მდგომარეობაში ნახევარი წუთის განმავლობაში შეძლებთ გაჩერებას, სასურველ შედეგს სულ რამდენიმე დღეში მიაღწევთ. იოგაში ვარჯიშის პარალელურად კვებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშამდე ორგანიზმი 1 საათის უჭმელი უნდა იყოს. მიიღეთ რაც გინდათ ის, ოღონდ სწორი შეხამებით. ან ხორცი არ უნდა მოიღოთ სახამებელთან ერთად. მაგალითად კარტოფილი იქნება ეს თუ პური იქნება ან ციციბური. თუ კი მივიღებთ ხორცს ბოსტნეულთან ერთად, ამ შემთხვევაში მონელება წავა იდეალურად. ხორცის მიღების დროს სასურველია მივირთვათ ღვინოს, შავი ჭამის დროს, ხოლო თეთრი ღვინო ჭამამდე 15 წუთით ადრე. კიდევ ერთი გაითვალისწინეთ, იოგას მეთოდი ყველასთვისაა, ზარმაცების გარდა.